მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი ბატონი გიორგი არღვლიანი. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორც მაყურებელს მოეხსენება, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის დელეგაცია იმყოფება მინსკში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით. თავისთავად ეს მისია, რომლითაც იმყოფება დელეგაცია ბელარუსში ბუნებრივი არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. ამდენად ჩვენ შევეცდებით, რომ დღევანდელ გადაცემაში ამ თემებზე ვისაუბროთ და პირველ რიგში ალბათ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს აი ის გარემო, ის ვითარება, რომელზეც შეიძლება ძალიან ბევრს წერდეს, მათ შორის პირველ რიგში ლიბერალური პრესა, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ რეალობა სრულიად განსხვავებულია და აღმოვაჩენთ ხოლმე რომ ბევრი რამ თურმე ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისაც საერთო არის, საერთო გასაჭირი გვაქვს, საერთო პრობლემები გვაქვს და ის გამოწვევებიც როგონია რომ მხოლოდ ჩვენთვის არის ექსკლუზიური, აღმოჩნდება რომ თურმე სხვა ქვეყნებსაც აწუხებთ ხოლმე. ამდენად ეს იქნება სწორედ ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემატიკა. მინდა პირველი კითხვა დაგისვათ, აი რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ვიზიტები და კავშირები ზოგადად ბელარუსთან, კონკრეტულად ამ სახელმწიფოზე რო ვისაუბროთ და რატომ არის ეს სახელმწიფო თქვენი აზრით საინტერესო პარტნიორი საქართველოსთვის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით თენგო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. იცით რა არის, ცალსახად შეიძლება აღინიშნოს თენგო, რომ ეს ამ სადამკვირვებლო მისიით ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მივლინება ბელარუსიაში, ესე იგი ძალზედ როგორ გითხრათ, ქვეყნისთვის შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ქონდეს, თუმცა დიდი გამოცდილების მომტანი იქნება პირადად ჩვენი ქვეყნისთვისაც და წარადგება იმ ორ ქვეყანას შორის კეთილმოზრდილი ურთიერთობების განვითარებასაც. ეხლა ეს ჩვენი პარტიისთვის პირველი არ არის ზოგადად მსგავს ესე იგი არჩევნებში, ესე იგი დამკვირვებლის სტატუსის მონაწილეობის მიღება, თუმცა ბელარუსიაში ნამდვილად პირველად იყო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ბელარუსიაში, იმიტომ რომ განსაკუთრებული ქვეყანაა ჩვენთვისაც. თუკი ლიბერალების ციკლს კარგად დავაკვირდებით და ზოგადად ბელარუსისკენ მივექანებით თითქოს და ხანდახან რუსეთს ეწინაყენებენ ამ იმას, გამოწვეულია იქითკენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ქვეყანა, როგორ შეიძლება შეინარჩუნო ასე ვთქვათ, შენი ქვეყნის წარმატება ამ სარბილზე და ასე შემდეგ. აი მცირედით რომ შევეხოთ, სულ რაღაც 100 წლის წინ 20-იანი წლების დასაწყისში ბელარუსია ქვეყანაც არის, ხო, რაღაცა ხან ვისი იმის ქვეშ იყო, ხან ვის და მე ერთ პერიოდი რუსეთის გუბერნიაც კი იყო და უკვე 1919 წლიდან ნუ საბჭოთა კავშირის პერიოდში უკვე რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ. განიცადა ისეთი გერმანიის აბსოლუტურად წინა რესპონდენტებმაც თქვეს ახლა წინა გადაცემაში, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მხრივ და დაღუპვის კუთხითაც ახლა როცა გერმანიამ, ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო ძალიან ნგრევა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. და ისი თქმა მინდა თენგო, რომ ძალიან ბევრი რამე გადაიტანა ამ ქვეყანამ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, ესე იგი 92 წლიდან 94 წლიდან უკვე ლუკაშენკოა ხო მართველი ამ ქვეყნის და აი დსთ-ს შექმნით და ასე შემდეგ იმ წარმოების შენარჩუნებით, იმ სიკეთეების, რაც საბჭოთა კავშირიდან მას წილად ხვდა შენარჩუნებით, დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და მართლა შეიძლება მაგალითი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შესვა სწორ ლიანდაგებზე ყველაფრის ფასად თენგო. ეხლა იმ ამბობ დიქტატურა ესა, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც, მაგრამ რატომღაც სადაც საპრეზიდენტო დიქტატურაა ხოლმე ზოგადად და სადაც ოღონდ მე მაინც ეხლა გამოვყოფთ დიქტატურა ქონდა თქვა სააკაშვილსაც, მაგრამ დიქტატურა სხვადასხვა სახეობის შეიძლება იყოს დიქტატურა შენი ხალხის წინააღმდეგ და შეიძლება შენ დიქტატორი იყოს შენი ქვეყნის, შენი
ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, ხო? და აი ეს მომენტი არის ბელორუსიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან გარდა იმისა, რომ საარჩევნო კუთხითაც და საარჩევნო აი ესე ვთქვათ, გამოცდილების გარდა ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ბევრი შეხვედრა იყო, მე გაშუქდება ალბათ ხვალიდან უკვე ჩამოვლენ ჩვენი პარტიის წევრები და თვითონ ილაპარაკებენ იმ დეტალებზე და იმ წვრილმანებზე. საინტერესო იყო საკუთარი თვალით დაგვენახა ის როგორ გითხრათ, კარგი მოდელი ქვეყნის მშენებლობისა, რაც ბელორუსმა გაიარა და ინარჩუნებს და ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა არის ამ ეტაპზე. ამის თქმა უნდა. სხვა შორის გამოხმაურება ამ მისიას ჰქონდა, მათ შორის ლიბერალურ პრესაშიც და მინდა ამ საკითხს შევეხოთ. რადიო თავისუფლებამ ასევე თუ სწორად მახსოვს ტაბულამ და სხვა მსგავსმა გამოცემებმა დაბეჭდეს პრინციპში იდენტური შინაარსის და იდენტური სათაურებიც ერთ და იგივე ჰქონდათ. როგორც ჩანს, აი ერთ რედაქციაში როა დაწერილი და მერე დაგზავნილი სხვადასხვა გამოცემებასთან, აი მაშინვე იკითხებოდა ეს მომენტი. პრორუსული პარტია იმყოფება ბელარუსში არჩევნების დასაკვირვებლად. ასეთი ეპითეტით მოგიხსენიეს, ნუ იქ არის ახსნილი, იქ არის სხვა შორის ამ სტატიებში საუბარი მამუკა პიპიას მიერ წარსულ პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებზე მოხსენებული არის მინსკში მისი ვიზიტებიც. საუბარი არის, რომ თქვენი პარტია იყო ერთადერთი, რომელიც მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზეც იმყოფებოდა დამკვირვებლის სტატუსით, ასე რომ ჩვენ რო გგონია შეიძლება ხანდახან რომ ისინი რაღაც იგნორირებას გვიკეთებენ, ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს აქტივობებს, როგორც ჩანს ძალიან კარგად აქვთ ყველაფერი შესავლილიც და ეხლა მაგალითად როგორც ჩანს ეს მოვლენა მათთვის იყო ერთგვარად რეზონანსული, რომ გააშუქეს საკმაოდ ფართოდ და მიუძღვნეს როგორც გითხარით თქვენი პარტიის მინსკში ვიზიტს მთელი ვიზიტები. და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ბუნებრივია. რა კომენტარი შეგიძლიათ გქონდეთ აი ამ საკითხზე? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მით უმეტეს ამათ მიერ ჩატარებული თუ გატარებული თუ ასე ვთქვათ განხორციელებული შავი პიარიც იმხელა რეკლამაა ჩვენთვის, რომ ამის ფინანსური მხარე რო წარმოადგინოს ვინმე რა ღირს ეს შავი პიარი, შეიძლება კი არა ბევრმა პარტიამ ვერ შეძლოს ამ ფინანსებით უზრუნველყოფა ამ პიარს. რას გულისხმობ? თუ კი რამ საშინელება და უბედურება არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რაღაცა მით უმეტეს ბოლო 1 წლის 2 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ყველა მიცის ეს რა კატეგორიაა და ამათი შავი პიარი, ახლა ამათმა რომ რეკლამა გაგვიკეთონ, ჩვენ დაღუპულები ვართ და იყო ალბათ ნუ სადღაც ერთ თვეში დავსრულდებით. ხალხი ამათმა რომ ჩვენ რეკლამა გაგვიკეთონ. და ამიტომ მე ამას ცალსახად დადებით პროცესად ვთვლი, ასე ვთქვათ და ეხლა რაც შეეხება მართლა სკრინშოტით ჰქონდათ გაკეთებული, გადანაწილებული ეს და უყურეთ როგორ არის. პრორუსებიც ხო ვართ. ბელარუსში ჩავედით, პრობელარუსელებიც გავხდით. გამოდიხართ. ახლა არაბეთის გაერთიანებულ საიმეოროებშია პრემიერი და პროარაბი გახდა. კი, პროირანელი მანამდე იყო. ხო, პროირანელები ვართ. უნგრეთში არის ბატონი პაპუაშვილი, ხო, შალვა თუ არ მეშლება, ბატონი იმყოფება ოფიციალური ვიზიტი. და პროუნგრელ, ანუ სინამდვილეში რასთან გვაქვს ისიც საქმე, თუ რამე ქვეყნისთვის სასიკეთო ხდება, თუ რამე ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ქვეყანან, თუნდაც შეხვედრების დონეზე, რომელსაც შეიძლება შედეგიც არ მოყვეს, მაგრამ პიარის სახით რაღაც დადებითი მოვლენა შეიძლება კონდეს ქვეყანაში, მაშინვე ხდები პრო. და სინამდვილეში ჩვენი პარტია არც პრორუსული პარტია, არც პრობელორუსული, არც პროჩინური სხვათა შორის და არც პროამერიკული და ჩვენ ვართ პროქართული პარტია, რომელიც ვიბრძვით როგორმე დაალაგდეს და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც ფაქტიურად ერთადერთი საშუალება ხდება დღეს მიმდინარე მოვლენებში ამ გეოპოლიტიკურ. სწორედ ამას გითვლიან პრორუსულად. პრორუსულობად. უყურეთ, მაგას ეხლა თურქეთთან ვერ ნახავთ ვერცეთ განცხადება, სადაც ჩვენ ვამბობთ თურქეთთან მტრულად უნდა ვიყოთ განწყობილი. და თუ კი რომელიმე საკითხი სადმე თურქეთს შეეხება, ყოველთვის შეუძლიათ ეს არქივიდან ამიღო, სადაც ჩვენ დადებითად ვართ განწყობილი კეთილმეზობლური თურქეთთან. ანუ პროთურქები ვართ. სომხეთთანაც ესეთი ურთიერთობა გვაქვს, აზერბაიჯანთანაც ესე, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც. ნუ ჩვენ რა მოსატანი ვართ, როცა
ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს გულთბილ მეგობრად ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სხვათა შორის მაღალი ტრიბუნიდან, ასე რომ ვთქვათ და ამიტომ აი რისი თქმა მინდა იცით რომ ჩვენ მაგას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, კარგი მშვენიერი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, ძაღლიყებს ქარავანი მიდის და ამ შემთხვევაში მარტო ძაღლი არა, მთელი ძაღლების ხროვა არ მიწყინოთ, ვისი ახლობლებიც იქ დგანან ეს ერთი თვის განმავლობაში ქუჩებში და ესენი ყეფენ და აკვირდით მართლა ყეფენ ეს ისე იმათ კი არ არის ნათქვამი რა ყეფენ ეს ადამიანები შეიძლება კარგად რომ დააკვირდე ადამიანურ ბგერებს გამოცემენ მართლა ყეფას ხედავთ და ქარავანი მიდის ჩვენ უნდა წინ წავიცოთ პრორუსულს დაგვარქვენ პროირანულს თუ არ ვიცი პროთურქულს ჩვენი საკეთები უნდა ვაკეთოთ ამათთვის არ აქვს ძალე 35 წელი წაართვეს ჩვენ ქვეყანას ამ ხალხმა უბრალოდ შევეხები ერთი სიტყვა მოიტანა თენგო ამ ხალხმა დააქციეს საქართველოს ეკონომიკა გაანიავეს და არ ვიცი აი როგორ გითხრათ სავალალო მდგომარეობაში ჩაგდეს თუ რამ არსებობდა საქართველოში ეს თავდაცვა იქნება განათლების სისტემა იქნება ელემენტარული ადამიანური ურთიერთობები ელემენტარული თაობათა შორის ურთიერთობები ჩარეცხეს და მოსპეს მეცნიერება გაანადგურეს ყველან აი რუკებიდან დაწყებული დამთავრებული არ ვიცი ეძებდნენ რომ გასცეს და დათმეს ტერიტორიები ეგრეთ წოდებული კენჭები ქვები და სკროვა დაარღვეს ნარკომანიას მიცეს მთელი საქართველო LGBT დღის წესრიგი შეგვიქმნეს და აი როგორ იცი ადამიანს რომ ბოდიში ამ გამოთქმის ბჭყალებში რაღაც გვერდები ეფხანებოდა უკვე თვლიდა რომ LGBT იყო და საკუთარ თავს ააშკარავებდა იმდენად არ იყო სირცხვილი ამისგან დაარტყეს ჩვენს დედა ეკლესიას ბანკებით და იმით გაძარცვეს ქართველი ხალხი თუ რამ ფინანსები შემოვიდა საქართველოში ჩაიდეს ჯიბეებში და დღეს აი დააკვირდით ბოლო პერიოდში რომ გამოდიან ზოგიერთ იმ ფასის ქურთუკები აცვეთ რომელსაც ალბათ მე 100 წელი რომ ვიმუშაო ვერ გამომივიმუშავებ იმ საიდანაა აქვთ ამათ ხელფასებზე აღარ ვლაპარაკობ და შეიძლება არ ვიცი კიდევ ანუ ამათმა რაც რამე შეეძლოთ მოსპეს ჩვენს ქვეყანაში გაანადგურეს და იმ ხელა ფინანსები აქვთ მიცველი და შეიძლება როგორ იყო იცი 2 წლის ერთად ურიცხავდნენ შეიძლება ქეშად ჩამოქონდათ ხდება ესე ქეშად ჩამოტანილია სააკაშვილი სხვათა შორის გადარიცხვის გარეშე არაჟანა ის რო დაარქვეს ახლა ხო ესე ქეშად ჩამოდიოდა ფინანსი ამ ფინანსებს ათვისება უნდა და ესენი იყეფებენ ჩვენ მაგისთვის არ აქვს ძალია ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი გზა ჩვენ აი როგორც პარტიულ დონეზე აი ხა ესე ვთქვათ სახალხო დიპლომატიას ეხლა ჩვენ რასაც ვეწევით სინამდვილეში ეს არ არის ოფიციალური მხარე ჩვენი ქვეყნის და წარმომადგენლობა და რაღაც, მაგრამ ეს ის მცირე ასე ვთქვათ, მცირე დოზა, ის მცირე გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მასში, რომელიც აუცილებელია ამ პერიოდში, სანამ რაღაც ურთიერთობების აღდგენას კონტურები გამოიკვეთება ქვეყანაში, რომლის საშუალებასაც სამწუხაროდ დღეს კიდევ ესენი არ გვაძლევენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას თენგო რომ ესენი არიან მართლა ჩარეცხილები, აი სააკაშვილს როგორც მაგრამ იმან ვერ ჩარეცხა დღეს ის ხალხი ელოდება თავიანთ როლს საქართველოს ისტორიაში შეიტანონ ისევ მადლობა ღმერთს ცოცხლები არიან და კიდევ მაგრამ ესენი მართლა დასრულდნენ ამაზე მეტი რა უნდა გაუკეთოს ბიძინა იმაშვილმა ამათ ამ იგნორით რაც ამათ ემართებათ აბსოლუტური მარაზმი რაღაც აი არაადეკვატურობის რაღაცა საოცარი ესე ვთქვათ გამოხატულება ყველა სფეროსი და გამოაშკარავება და არ ვიცი ახლა საქართველოს სპეცსამსახურებს კი არა ისრაელის და დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეუშავების სპეცსამსახურებს რო ემუშავოთ ამ ხალხს ვერავინ ვერ გამოაშკარავებდა ისე ღრმად იყო ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი სახელმწიფო თუ როგორ deep states რასაც ეძახიან ისე ღრმად ქონდა ფესვები ჩვენს აი სახეზეა ყველაფერი ასეთ მოკლე პერიოდში როცა შეგვირდა ამათ დასრულებას ბიძინა იმაშვილი ამას ვერავინ ვერ შეძლებდა და სწორედ ამ იგნორით და თავის ნებაზე მიშევით გიზი მიუშვინებასათვით შეყრება ხო აი გამოავლინეს თავები და დარჩენილია მხოლოდ ეხლა საჭირო ღონისძიებების დაგეგმა როგორც კი ეხლა გადავალთ ალბათ იქითკენაც ეხლა რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრები იქნება რაღაცები გაირკვევა რაღაცები დაალაგდება რაღაცები გამოიკვეთება ამ გავლენის სფეროდან რასაც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ ვერასდროს ვერ გაიყვანს ვერავინ საქართველოს და ეს ან ნებით იქნება ჩვენი ნებით და სწორი დიპლომატიით ან ძალით როგორც ერთხელ უკვე ჩაგვაბეს ისე უნდათ ეხლაც ჩაგვაბან ახლა
სხვათა შორის სამწუხარო რეალობაა, რომ რაღაცა ყოველთვის ერთი საფეხური აქვთ ხოლმე კავკასიაში. ეხლა შენარჩუნებული აქვს სომხეთი და ამზადებენ დასაკლავი ვაცივით და აი ძალიან მწუხვარ ჩვენი მოძმეერი, აი უყურე ეკლესიის გინება დაიწყეს უკვე ეს ხო ეს არის სიმპტომებია, ასე იწყება ყველაფერი. აი უკრაინაში ესე დაიწყო, ხო? ჩვენთან ესე დაიწყო საბედნიეროდ ჩვენ ბევრად უფრო ღრმა ალბათ ჩვენში ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ქართველ კაცში გამჯდარ და ვერ შეძლეს და მადლობა ღმერთს ამ პატრიარქის პირობებში ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს და თუმცა გრძელდება, ხო? იგივე მიმდინარე ხა სომხეთში დაიწყეს, მერე არ ვიცი რუმინეთში დაიწყებენ ალბათ სლოვაკ ლიტვა, ეს გრძელდება. ეს არის პირველი სიმპტომი, რითიც აი სიცხეს რომ მოგცემს და უნდა მიხვდე რომ ავადაკა სიცხის მიცემა ეს არის ეკლესიას დაარტყა რეალურ ცხოვრებაში. და ეს პროცესები მიმდინარეობს, თუმცა სერბეთში, საბერძნეთში ასევე თუ მართლმადიდებლურ ქვეყნებზე ვისაუბრებთ, ბოლო პერიოდში არის აი ძალიან დიდი უნებათაღელვა, ემთხვევა ხოლმე აი რაღაც მართლაც თქვენი თქმის არ იყო, საქართველოში დაიწყო, უნდა გადაიდო შემდეგ აუცილებლად იქითაც თან ზუსტად იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან მართლმადიდებლური ქვეყნები. საბერძნეთს ახლა ესე არაერთხელ გითქვია თენგო, აი შეიძლება საქართველოზე რამე მეფიქრა, იმიტომ რომ იმხელა შემოტევა გქონდა ჩვენ და არ ვიცი მე დღესაც გავუცებ ამ წნეხს როგორ გაუძლო, გნებავთ ხელისუფლებამ, გნებავთ ქართველმა ხალხმა, ზოგადად ქვეყანამ, დედა ეკლესიამ, ჩვენ კიდე ბევრი რამე არ ვიცით. ის ქვედა მოძრაობები და დინებები რა წნეხშიც გაატარეს, პირველ რიგში ჩვენი უწმინდეს და ქართული ეკლესია. ფაქტობრივად სამჯერ მოკლეს ჩვენი უწმინდეს და უბრალოდ ღმერთმა არინება მისი ამ ქვეყნიდან გაყვანა, ხო? ხო და ამ პირობებში ჩვენ რო ეს შევძელით აქამდე ამ მდგომარეობაში თუნდაც შენარჩუნებას, ეს არ ვიცი ახლა მარტო ჩვენი დამსახურება ალბათ არ არის და ღვთის დიდი წყალობაც არის თენგო და ამის დიდი მადლობა. სხვა შორის აი ამ თემას ეხმიანება და მინდა ვთხოვ რეჟისორს რომ გაუშვათ ერთი ვიდეო, ეს გახლავთ ვიდეო მინსკიდან, მე როგორც ვთქვი გადაცემის დაწყებისთანავე ჩვენი ერთგვარი მიზანი მათ შორის ამ გადაცემის არის რომ მაყურებელს უკეთესად გავაცნოთ იქ არსებული პრობლემები, იქ არსებული გარემო და ამ ხრივ თუ რაიმე ინფორმირება შეგვიძლია, ბუნებრივია ამისკენ ვართ მოწოდებული. ვთხოვ რეჟისორს გაუშვას ერთი ვიდეო, რომელიც დაგვარწმუნებს რომ როგორც ჩანს აი ეს ბულინგი აღვირახსნელი თავდასხმები სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებზე, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, როგორც ჩანს არ არის პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის და ეს ისეთ ქვეყნისთვისაც პრობლემა ყოფილა, როგორც არის ბელარუსი, თუ შეიძლება მოვისმინოთ ინტერვიუდან ეს მონაკვეთი. იყო თუ არა საარჩევნო პროცესში სამართალდარღვევა შემოხაზული ბიულეტინის ფოტოგადაღებასთან ან უბნის გარეთ გატანასთან დაკავშირებით. მოწმეები ადასტურებენ, რომ 600 ბიულეტინი გაიტანეს საარჩევნო უბნებიდან. მინდა ერთი რამ გაცნობოთ ამ საკითხზე. იქ საზღვარგარეთ ვრცელდებოდა აზრი საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენების მასობრივ გატანაზე. როგორც გავრცელდა, ისინი სპონსორებისგან ბევრ ფულს იღებდნენ, თუმცა ვერ შეძლეს ვერც ერთი ბიულეტინის გატანა საკუთარი უბნებიდან. ასე მუშაობდნენ ისინი, ასე გაძლიერებულ რეჟიმში. ამ ეტაპზე არც მოქალაქეებისგან, არც დამკვირვებლებისგან არ შემოსულა საჩივარი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. როგორც კენჭისყრის მსვლელობის, ისე ხმის დათვლის პროცესში, რასაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა. ამ დროისთვის მათი რაოდენობა 6.903.994 ამომრჩეველია. ბიულეტენი მიიღო 5.916.834 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი მოქალაქეების 85.7% შეადგენს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 5.916.195 ამომრჩეველმა, ანუ 85.96%. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება. საზღვარგარეთ მონაწილეობა ბელარუსის 114 მოქალაქემ მიიღო. ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა მიიღეს ხმების შემდეგი რაოდენობა. გაიდუკევიჩი 119.262 ხმა, ან 2.2%. კანაპატსკაია 109.760 ხმა, ან 1.96%.
ლუკაშენკო 5.126.293 ხმა, ან 86.82%. სარანკოვი 189.740 ხმა, ან 3.21%. ხიჟნიაკი 102.729 ხმა, ან 1.74%. ყველას წინააღმდეგ 213.267 ხმა, ან 3.6%. ამგვარად ყველაზე მეტი ხმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო. დიახ, დავბრუნდით ეთერში. როგორც ვნახეთ, როგორც ჩანს, აი ეს ბულინგი ზეწოლა კომისიის წევრებზე არ ყოფილა სიახლე მხოლოდ საქართველოსთვის. ჩვენ გონია ხოლმე, რომ აი ვიღაც ემოციური აქტივისტები აკეთებენ ამას და რაღაც გულწრფელ ემოციას დებენ. აბსოლუტურად იგივე ხელწერაა, როგორც ჩანს, როგორც ბელარუსში, ისევე სხვა ბევრ ქვეყანაში მსგავს პრობლემებზე საუბრობენ ოფიციალური პირები, გასაჯაროება კომისიის წევრების პირადი მონაცემების, მათი გამოდება სოციალურ ქსელებში. და ასე შემდეგ. აი ეს ხელწერა, როგორ ფიქრობთ, საინტერესოა თუ არა ამ ხრივ საქართველოსთვის ბელარუსის გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსში ბევრად უფრო რეზისტენტულები არიან ამ პრობლემასთან მიმართებაში. ბოლო წლები კი არა და საერთოდ დამოუკიდებლობის წლები ადასტურებს, რომ საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ხო უცხო ქვეყნების ჩარევებს. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ესეა თენგო და მართლა კარგად უმკლავდებიან, ჩვენ გვახსოვს, როცა სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდნენ ბელარუსში და რომ არა ის რუსული შენაერთები და სპეცსამსახურები თუ როგორც ჩასულები და რაღაცა, ფაქტიურად მაშინ ბეწვზე გადარჩა. ბელარუსია დღეს იქნებოდა ჩვეულებრივი დასავლეთის აი სათარეშო ადგილი და მიაბამდნენ კოხტა და უკრაინის თემას და არ ვიცი რუსეთის ირგვლივ კიდევ ერთი დანთებული ცეცხლი იქნება. შეიძლება მიზანიც ეს იყოს სხვათა შორის პერიოდს თუ გავიხსენებთ. იმიტომ რომ ბუნებრივად ეხლა ბელარუსი არის აი დამცავი ზღუდე რუსეთისთვისაც გარდა ბელარუსის და იქ ატომური შეიარაღების განთავსებაც იმიტომ მოხდა და ასე შემდეგ. უამრავი ფაქტორი არსებობს, ჩვენ ეხლა მაგას არ გავშლით. ეს იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს ამ ქვეყანას. ეხლა როგორ არის უყურეთ ამერიკაში სპონტანურად არასდროს დასავლეთში ზოგადად ეს ანასხლეტები არიან დასავლეთს როცა გულისხმობ ძირითადად ამერიკის ჰეგემონობას გულისხმობ ამ ევროკავშირის ფარგლებშიც ხო? ცუდი კეთდება რამე, აი კოსმოსში თვითმფრინავი რაკეტა გაუშვეს, მსხლის ახალი ჯიში გამოიყვანეს თუ მეიდანს აწყობენ, ყველგან ამას წინ უსწრებს მეცნიერული შესწავლა, დიდი თანხებია, ზიან გამოცდილი მეცნიერები და სწავლობენ ეს როგორ უნდა გაკეთდეს და ეს არის მე შემდეგ მეთოდი, აი როგორც მათემატიკაში არის, ასე ვთქვათ, რაღაც ფორმულა, რომელიც ეხლა მე დამჭირდება ეს ფორმულა, თქვენ დაგჭირდებათ თენგოთ ნებისმიერ დროს ეს ფორმულა აი მეიდანის შემთხვევაში ხო ესე იყო ყველგან აი დავაკვირდეთ სადაც ყველგან ერთნაირად იწყება ერთნაირად ვითარდება ერთნაირად დასასრული ერთნაირად მიყავთ დასასრულისკენ თუმცა ზოგან დადგა ეს შედეგი ზოგან არა ხო ასე არის ეს ბულინგის თემაც ეხლა ეს რევოლუციებს და იმებს ახლა ხალხი არ აწყობს ეს იშვიათი შემთხვევების გარდა თუ გაგვახსენდება ისტორიის მაგრამ ძირითადად ეს მცირე ჯგუფები დაფინანსებული ჯგუფები რომლებიც აბულინგებენ მოსახლეობას რომ მათი ამ ასე ვთქვათ გადატრიალების სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში ამათ ხმა არ ამოიყვნენ ან მოიყრუნ ან თვალები დახვჭრენ რაღაც იგივე ხდება ეს მარტო არჩევნების თემას არ ეხება ყველაფერში ესე არის ჩვენ თუ გვახსოვს დაახლოებით 4 წლის წინ მოძალადე ეს იყო როგორი რაღაცა იცი და არ ვიცი ახლა ერის ქვეყნის ღალატ სამშობლოს ღალატი კი ამოიღეს მაგრამ როცა სამშობლოს ღალატი ღალატად ითვლებოდა მე მგონი მოძალადეობა უფრო დიდ ღალატად ითვლებოდა ვიდრე სამშობლოს ხო აი ეს ბულინგის ის იყო ხო პირველი კითხვა ჟურნალისტი როგორც კი მივარდებოდა მაგალითად დეპუტატს დედა შეაგინებდა ვიღაცა და ამ ხარს გაკრავდა იძულებული რაღაც არ ემიჯნებით ძალადო ამით იწყებოდა აი ბულინგის ერთ-ერთი აი ნაირსახეობა იყო ეს უამრავი კიდე სხვა რამ და როგორც ჩანს ეს ცადეს და კიდევ გრძელდება ეგ ახლა ერთიანად ახლა უყურეთ როგორც კი ჩვენ ქვეყანა დალაგდება და იქითკენ მიდის გვინდა არ გვინდა და კი მადლობა ღმერთს რომ ყოველ შემთხვევაში ბევრი სალანძღავი სიტყვა მithქვია ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებზე დღეს ყოველ შემთხვევაში ახლა წონს ვერ აუღებთ მართლა ბეწვის ხიდზე გადიან და რაღაცას ასე ვთქვათ ახერხებენ ამ ყველაფრის ნარჩენებს ჩვენი ქვეყანა რო ერთხელ და სამშობლოს გავად დავლაგდები ამ კატეგორიას ახლა ზოგი მკურნალობას და
ექვემდებარება, მაგრამ ზოგი სამკურნალო არ არის, უბრალოდ შეგნებული მტერი. ამ ნარჩენებს შენ ვერაფერს ვერ უზამ. როგორც კი სიგნალს მიიღებენ იქიდან და ამ მცირედი როგორღაც ასე ვთქვათ, საზღვარზე რაღაც $100 გადმოაპარებენ და ვიღაც ჯიბეს ჩაიჩხებს, ეგრევე დაიწყებს ამ ისი არის ბელორუსიაში. ვერ დახოცავს ყველას ხოლმე ერთი საინტერესო მომენტი იყო, რასაც მივაქციე ყურადღება, ანუ ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა, როგორც ხსნის ეს გახლავთ ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იყო რომ ჩვენს წევრებს აშინებდნენ, რომ გაგიუქმებთ შენგენის ვიზებს და ანგარიშებს გაგიყინავთ საზღვარგარეთო და ეს კაცი ძალიან გულწრფელად საუბრობს, რომ როგორ ჩანსო ჩვენი კანონმდებლობაც არ იციანო, იმიტომ რომ ბელარუსში თურმე როგორ ყოფილა, რომ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება ქვეყნის გარეთ საბანკო ანგარიში ჰქონდეს. ანუ ესეთი ადამიანები თუ ნახეთო, რომ ქვეყნის გარეთ აქვსო საბანკო ანგარიშები და მაგისი გაყინვით ემუქრებითო, იცოდეთ, რომ ის ვერც დაიკავებს თანამდებობას ისედაც ბელარუსში. თუ სადმე გამეპარა ეგ პიროვნება, მომაწოდ იმეთ თვითონ დავიმას ვიზამო. ისემ გიქნიათ და გისანქცირებიათ. ანუ უყურეთ, ეხლა როგორ არის იცით? თან ეს მაინც მსოფლიო ესე ყურადღების ცენტრი მაინც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და გადამდებია ყოველ შემთხვევაში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, გადამდებია მთელი მსოფლიოს. ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ხო, ჩვენ ხო ნახეთ რა დღის წესრიგი იყო, ну ეს რუსეთს არ ეხებოდა საბედნიერო, რუსეთი დიდ ომში გახვიეს და ასე თუ ისე განათუ შეინარჩუნა თავისი თავი და თავის სახელმწიფოებრივ რო ეგონათ რომ ჩამოშლიდნენ ერთ-ერთი ის მანქანა ამოიქოქა რაც თავის დროზე სტალინმა შექმნა და ვეღარაჩერებენ დღეს ახლა აღარ იციან რითი გააჩენენ ასე ვთქვათ რუსეთი მაგრამ სხვა დანარჩენ ქვეყნებში ეს გადაედო აი ინერცით ყველგან ახლა რა ვიცი ახლა მე კაიხანი კიდე ვერ წარმოვედგინა რომ ვიღაცა ლიბერალ ჟურნალისტს მსახიობს ნებისმიერ იმას დაუსვამდი შეკითხვას რამდენი და პასუხს ვერ გაგცემდა. განა იმიტომ ვერ გაგცემდა მართლაში იმის შიშით რომ ბიძია ტრამპმა რომ ესე თქვა, ვაი თუ სადღაც ჩემი ფირი სადმე გამოჩნდეს, მაგრამ ნახე როგორი ეშმაკია გვარამია, გენისა სქესი კი ორი არისებოს, მაგრამ გენდერიაო ზოგმა ბაყაყად წარმოიდგინა თან, ანუ აი მთელი ფასეულოს ეს ხალხი. ამას ვაჟებს მაღაზიაზე აქვს პასუხი სიტყვა გენდერი აღარ გამაგონოთო, სქესი გამოიყენეთ. კი ბატონო, გენდერიც ამოღებული იქნა მთლიანად ეგ ტერმინი. ეხლა უყურე. და აი ეს კატეგორია ამ მიმართულების ხალხი იყო ამ ბულინგის ძირითადი მწარმოებელი შემომტანი ქვეყანაში, ხო? არა მარტო საქართველოს, ბელარუსშიც, იქ რო ახერხებენ წარმოგიდგენიათ აქ რა დღეში არიან? ჩვენ ტყავზე აი ვერ გგრძნობთ კიდე აი სხვას უფრო ადვილად იმაშვებით, ხო? და ამ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ უამრავი რამე იცვლება. მე დიდი იმედები არ დამიმყარებია არც გაპრეზიდენტებამ და არც ახლა არ ვამყარებ, მაგრამ ის ხელშესახები დადებითი რა აი მარტო ის რა დღეს ახლა 80,000 ბავშვი იქნა ნაპოვნი ესე იგი მიგრანტი დაკარგული ბავშვი 325 თუ 350,000 ბავშვამდე არის აღრიცხული დაკარგული რომლებსაც ხალხო ამას სიტყვის მასალად არ ვამბობ ჭამდნენ ესენი კლავდნენ ბავშვებს სისხლს წოვდნენ ეს დადასტურებულია ეს ბავშვებიც ახლა უბრალოდ არ ასე ვთქვათ არ შუქდება ისეთ მდგომარეობაში არიან რომლებზეც არის გაუპატიურების ნიშნები, რომლებიც ალბათ არ ვიცი, უბრალოდ არ მინდა ეხლა რაღაცა იმასში გადავიდე და რაღაც დავძაბრო მაყურებელი, მაგრამ თენგო საშინელებებთან გვაქვს საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი ბავშვი ჭამიები. ჩვეულებრივი ადამიანები ამათგან ბულინგზე საერთოდ რაზეა ლაპარაკი და ზუსტად ეს ხალხი ფეხი არ შეადგმევინა ლუკაშენკომ თავის ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ ცადეს, მაგრამ ამოკვეთა. ისევე როგორც ალიევმა თავის ქვეყანაში და ზოგს გააუქმა ზოგის ოფის თუ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ტრაქტორით მიადგა და დილით სამსახურში რო გამოცხადდნენ ეს დასავლეთის აგენტურა შენობას აღარ დარჩათ ხო ანუ ის რაღაცა ალბათ ნაკურთხი წყალიც მოასხეს მე ეს ჯადოები მოხსნა ეს არის პირდაპირ მნიშვნელობის ესენია ჩვეულებრივი ბავშვი ჭამიან ნაძირლები არა აი ამ ფესვების არ ვიცი ახლა როგორ მოახერხებს აი როგორც ქართულ ოცნებას საუკეთესო ვარიანტში რომ ყველანაირად მწვანე აენთოს ძალიან გაუჭირდება ამ ფესვების აღმოფხვრა საქართველოში შესაბამის მასშტაბები რო გავზარდოთ ტრამპს ძალიან გაუჭირდება იმ ყველაფრის გამოსწორება რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება განათუ ის სადღაც ახლა კი იცლიან იმისთვისაც ახლა სირიის ომისთვისაც იცლიან და უკრაინის ომისთვისაც და ასე შემდეგ მაგრამ იმდენად ღრმა პრობლემები აი
ერთ-ერთ ცნობილი ადამიანს გამონათქვამს უწევს ჩემი სიტყვები არ არის მე რომ მორწმუნე არ ვიყო და რო არ დარწმუნებული რო არ ვიყო რომ ბოლო სიტყვა ქრისტეს ეკუთვნისო მე მოვკვდება მაგას ვერ მართლა ნორმალურ ადამიანს ამის გადატანის არანაირი შანსი არ გვაქვს ფსიქოლოგიურად ვამბობ ამას რო არ ვიცოდეთ რომ ეს არის დასრულებადი და ჩვენ ამის ნიშნებს ხედავთ და იმედია დასრულება ბულინგს ახლა იმას ბელარუსიის ამბავს შევხედე და ეს მთელი სისავსით იწყებდა შესვლას ბელარუსიაში რომელიც აღკვეთა ეხლა გინდა დიქტატორი დავარქვათ ახლა ამ კაცს გინდა არ ვიცი რაც გინდა დავარქვათ მაგან ფაქტიურად გადაარჩინა თავის ქვეყანა თავისი ხალხი დააკვირდით როგორც საქართველოში არ ვიცი ახლა შეიძლება პროცენტულად შემეშავს 80-75-80% არის მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფოა ხო აი მაინც და მაინც მართლმადიდებლური ქრისტიანულ სახელმწიფოებს რატო ვურტყამენ რატო ცდილობენ იქ ჩვენ ვართ როგორც ჩამორჩენილი და აი პროგრესი რო გჭირდება მე მგონი იმიტომ რომ აი ბავშვი ჭამიას რა შენს თუ ბავშვის ჭამა დაიწყე და ღმერთო მაპატი რასაც ვამბობ ესეც შემინდოს უფალმა მაშინ იმას არანაირი შენთან პრეტენზია არ აქვს ჩვეულებრივ მისნაირი ხარ და ჩვენ ფილმები გვინახია ზომბები რომ მოდიან და ყოფილა ესეთი შემთხვევა როლი ქონია ვიღაცას რომ არ მიცნონ თვითონაც ზომბ მაგრამ მაინც სუნით გრძნობენ ესენი რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენი დაღუპის მოსურნენი არიან ისევე ასე რუსეთს ესეა უკრაინა ხო დაღუპეს და დაღუპეს არ ვიცი მაგათი გამოსწორება როგორ იქნება არ ვიცი სომხეთი მიუხედავად იმისა რომ არ არის ახლა მართლმადიდებლური ქვეყანა ქრისტიანული სახელმწიფოა ხო მაგრამ სომხეთში უკვე აი 2-3 დღეა უკვე მკაფიოდ უკვე ეკლესიის გინებაა დაწყებული და ღმერთის გინება და ასე შემდეგ და ოღონდ სხვადასხვა საბაბით ჩვენ გვახსოვს როცა შვიდში არ უნდა აღნიშნოთ შობა იმიტომ რუსეთი აღნიშნავსო და LGBT თემს არ უნდა დაუპირისპირდეთ იმიტომ რუსეთი უპირისპირდება ერის გამრავლებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ რუსეთი ლაპარაკობს ამაზეო და ასე შემდეგ ეს არის ავადმყოფობა ჩვეულებრივი და წეგან გადაცემაც მაგით დავიწყეთ იყეფონ ამათმა ცოტა ხანი შეგვიძლია კიდე გვაქვს მაგის ნერვები რომ თუნდაც ერთი თვე კიდაც თვენახევარი კიდე კიდაც ორი თვე იარონა რუსთაველი არ არის ცოდვით სავსეა ეს ქუჩა და 1000 ცოდვის მომსწრია და მაგათთვის გვიჩუქნემ შემოუღობოთ მე მოუწოდებ ქალაქის მერიას ეს გადილი შემოუღობოს დაუდგას ის ბიო საპირფარეშოები და ეყარნონ მანდ 1-2 თვე კიდე ავიტანთ მაგრამ ქართველი კაცის მოთმინების ფიალასაც აქვს საზღვარი და ძალიან რთულია მე ქართველი კაცის გაჩერება და ერთი ვერ გაგვასწრებთ მანდედან არაერთხელ უქნია ქართველ ადამიანს ესა და თქვენს გამოცდით საკუთარ ტყავზე თორე მერწმუნე ტყავი არ შეგრჩებათ არავის აი ამის კი ბატონო კიდევ ერთ საკითხი რაც უკავშირდება ხოლმე ტრადიციულად ბელარუსში არჩევნებს ეს გახლავთ დასავლეთის მხრიდან აღიარების თემა რომელიც როგორც ჩანს ბოლო პერიოდში უკვე ჩვენთვისაც გახდა ეს გარკვეულწილად აქტუალური თუმცა ეს ბელარუსში დიდი ხნის ნაცნობი პრობლემაა როგორც ეს დასავლეთი არ ცნობს ხოლმე ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მე მინდა კიდევ ერთი ვიდეო მოვისმინოთ ამ საკითხს რაც შეეხება ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შემდეგ აი ჩვენს კონტექსტზე რო ვისაუბროთ აქედან გამომდინარე არ აღიარეს და არც აღიარებენ მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეს ახსნა-განმარტებები მათთვის რატომ უნდა დავკარგოთ მათთვის დრო ჩვენ მკაცრად მიჯნავთ მეგობრულ და არამეგობრულ ქვეყნებს მათ პოლიტიკურ ელიტებს და უბრალო მოქალაქეებს ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ევროპის რიგითი მოქალაქეები და პირველ რიგში ჩვენს უახლოეს მეზობლებში თუნდაც პოლონეთში ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში და სხვაგანაც მოსახლეობის უმრავლესობას განსხვავებული აზრი გააჩნია მე უკვე მithქვამს რომ ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს დადგება დრო და მოუწევთ ახსნა-განმარტება საკუთარი მოქალაქეების წინაშე და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ პროცესს ევროპაში რომ გარკვეული თანამდებობის პირები გვერდზე გაწიეს აი მაგალითად ბრიტანეთში როგორ თამაშობენ პრემიერ-მინისტრებით და ეს ითვლება დემოკრატიად მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს ამიტომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული მიდგომა ვინც იქიდან ჩვენთან ჩამოვიდა საცხოვრებლად მით უმეტეს მათთვის არ არის საჭირო რამის ახსნა აქ ჩამოვიდნენ ჩვენი ქვეყნისადმი ძალიან მეგობრულად განწყობილი ადამიანები რომლებსაც ძალიან დიდი დრო აქვთ გატარებული ჩვენს ქვეყანაში იცნობენ ჩვენს ხალხს ჩვენს კულტურას და თანამშრომლობენ ჩვენს ქვეყანასთან და ასე შემდეგ ჩვენ ხომ არ მოგვიწვევია კაია კალასი
რომლის ანტიბელარუსიული და ანტირუსული განწყობები ჩვენთვის ცნობილია და რაში გვჭირდება მისი მოწვევა. იჯდეს თავის ევროპარლამენტში და დაკავდეს თავისი საქმეებით. მერე რა თუ მან გამოაცხადა, რომ ის არ ცნობს ჩვენს არჩევნებს. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება. თქვენთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვიშველიებ ძველ გამონათქვამს. ძაღლი ხებს, ქარავანი მიდის. დიახ, აი სწორედ ამ სიტყვებით დაამთავრა ეს გამოსვლა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ძაღლი ხებს, ქარავანი მიდის. ნამდვილად არ მომისმენია, მესია უნდა რომ დაემთხვა. ნამდვილად ამთხოვა არის, ვადასტურებ რომ არ მოგისმენიათ წინასწარ. სხვა შორის აი თვითონ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჰქონდა ამ საკითხზე ძალიან ჩემთვის ფავორიტი პასუხი, რაც გასცა გუშინ ერთ-ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა ძალიან ბევრჯერ დაუსვა შეკითხვა, რომ არ გაღიარებთ ეს დასავლეთი, არ გაღიარებთ დასავლური სტრუქტურები, არ გაღიარებთ დასავლური სტრუქტურები და ძალიან გულწრფელი იყო ლუკაშენკო, ვფიცავ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს მაგიარებს თუ აღიარებს თუ არა ევროკავშირი ამ არჩევნების შედეგებს, ანუ მთლიანად რეზისტენტულია ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენთან საქართველოში ეს იწვევს ხო გარკვეულ ტიპის უნებათა ღელვას და დღესაც არის გარჩევის საგანი აღიარებს თუ არ აღიარებს დასავლური სტრუქტურები საქართველოს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. Როგორ ფიქრობთ, აი ეს საერთო, ასე ვთქვათ, პრობლემა და გამოცდილება რანაირად შეიძლება ზოგადად იქნას დაძლეული, ეფექტურია თუ არა ლუკაშენკოს მეთოდი ასეთ დროს? ნახე, ეს აღიარება არ აღიარების პროცესი პირდაპირ პროპორციულია შენ სუვერენიტეტთან. აი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე რა ხდება? აღიარება არ აღიარება კი არა, საერთოდ არავის არ იწვევენ იქ. ინაუგურაციაზეც კი წელს იყო გამონაკლისი, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაპატიჟეს, თუმცა ლიდერები არ იყვნენ, მაგრამ წარმომადგენლები იყვნენ იმ ქვეყნის. და ამ შემდეგ, ეხლა რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმებით და მართლა გულწრფელი იყო, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის, რაც ეხლა ლუკაშენკომ იმ ასე ვთქვათ, სპეცსამსახურის წარმომადგენელს ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტს რო უპასუხა. რა არ აღიარეს? რამე და ლუკაშენკომ რო არ აღიაროს ტრამპის არჩევნები, მე რა ხდება? ვინმე ინერვიულებს ლუკაშენკომ აღიარა თუ არა? ჩვენ რო არ ვაღიაროთ და სხვათა შორის ამ ბოლო დროს პასუხების გაცემა რომ მოუწიათ პრემიერსაც და პარლამენტის თავმჯდომარეს, შვენივრად და უყურე უზრდელობაში ჩაუთვალეთ, როცა ჩაუთვალა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, როცა მოუწოდეს რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს საფრანგეთის პრეზიდენტს და მაკრონს და როცა ტრამპმა მაკრონი პირდაპირ ეთერში აღწერა თან როგორ ელაპარაკა და გააბითურა ფინია ძაღლად აქცია, ის დემოკრატიის შუქურაა ტრამპი. გამიგეთ, ახლა ძალიან აღმარცხნავს და ასე შემდეგ. ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, საპარლამენტო დროსაც არც ერთი შეიძლება არც მოსულიყვნენ, მაგრამ არც ერთი უცხოური დიპლომატი არ იქნა დაპატიჟებული და არც არავინ დასწრებია. რამე დაგვაკლდა ამით პირიქით. ვიგრძენით რომ რაღაც დამოუკიდებელი ქვეყნის ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის არ ვიცით. ახლა უყურეთ, კიდევ აღიარება ეს არის მოგონილი იმისთვის, რომ მოხდეს ხშირი ცვლილებები ხელისუფლებების თემში და ცნობილია რომ და ალბათ მაქსიმუმია ეს, ალბათ 8 წელზე მეტხანს ერთი მართველი არ უნდა იყოს ქვეყნის სადავეებში. აი ჩემ მაგალითს გეტყვით, ერთი წუთი თუ გაქვთ, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდი, სადაც კონკრეტული მიმართულებით ერთი პერიოდი მე და ჩემს თანამშრომელს, რომელიც მართლა ესე პროფესიით ექიმი იყო და ქირურგი იყო და რა დაგვევალა სამედიცინო სამსახურის შემოწმება. და იქ ბრძანებაში შეიძლება გაეპარა თან რაღაცა, მე არანაირი სამედიცინო განათლება არ მქონდა და რახან ბრძანება მოვიდა, უარიც არ მithქვია. დაახლოებით ერთ კვირაში, ორ კვირაში რომ დამჭირდა, ჩავიხედე და დავიწყე ამაზე, როცა ანალგინს და ბარალგინს ვერ ვარჩევდი, ისე დავიწყე, ხო? ბოლოს არ ვიცი, წარმოდგენა მქონდა რომ შეიძლება ოპერაციებიც გამეკეთებინა. განათუ ანუ გავერკვიე, გამიგეთ? და ახლა ადამიანები ახლა ისინიც ხო მუცლიდან არიბადებიან ექიმები და რაღაც. ხელისუფლებაც ესეა. როგორც კი ხელისუფლება იწყებს გარკვევას მართლობის, ქვედა დინებების, ესე ჰაერზე არ არის, ხო რაც ხდება? ეგრე და მით უმეტეს თუ ეს ხელისუფლება მე იწყებს დაპირისპირებას და სუვერენიტეტის გაძლიერებას მის ქვეყანაში, ხო? ესევე ხდება არაღიარება, ჩამოშორება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა დაუბრუნდეთ ლუკაშენკოს მაგალითს. 94 წლიდან, მე მგონი რამდენი გამოდის, 31 წელია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს კაცი არის იმ სახელმწიფოს მმართველი.
რა გაფუჭდა მაგით? აბა ვინ მოიგო მაშინ აი რო გითხო კაი ლუკაშენკო მოიგო მაშინ ვინ მოიგო? არა, უყურეთ და იქ რო ხელისუფლება ჩვენ თან გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი და ასე შემდეგ და ეხლა უნდოდა ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ის ალბათ ის 10 წლიანი ის ამოეწურა ამათ და უნდა მოეხდინათ, ხო? და რას დაგვამსგავსეს სეთურებმა და ამებმა, ხო, ეს ჩვენი ქვეყანა. მე ეხლა არ ვიცი ეხლა შეიძლება ცოტა ესეთი რამე ვთქვა, მაგრამ როგორც ეხლა გეიდარ ალიევმა ილხამს დაუტოვა მისი ხელისუფლება, რამე დააკლდა, უბრალოდ ვიღაცის, როგორ გითხრათ, ეს ვერ დაკმაყოფილდა მოთხოვნილებები, ალბათ რომელიღაც შტოს ამ გვარს უნდა და იქ ხელში ჩაეგდო და ამით სწირავენ თავიანთ ქვეყანას. აი კიდევ ერთხელ ქებაში არავინ ჩამეთვალოს უბრალოდ აი იმას პარალელს გავუვი ბიძინა ივანიშვილი რო იყოს მართველი ამ ქვეყნის რეალურად მართველი ნუ პირველი ნომერია და პოლიტიკაში შემოვიდა გავიდა და ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ რომ ცენტრისკენ აჩქარება ეს ღერძი ბიძინა ივანიშვილი და მადლობა უფალს ღმერთმა ეთქვა ოფიციალურადაც რო ეს იყოს მართველი ხო ჩვენი ქვეყნის ხო მე მაგალითად არანაირ წინამდებია თუ სწორ გზაზე და სწორ რელსებზე დააყენებს ქვეყანას და განვითარების მართლა იმ დონეს მიაღწევს და ჩვენ თვითონ ვიგრძნობთ ჩვენს ტყავზე და ჩვენს ჯიბეზე ქვეყნის განვითარებას მისი შვილი დაждდეს მისი შვილი არ მაინტერესებს ქვეყანა გადარჩეს ქვეყანა გავიდეს განვითარება როგორც ახლა ილხამ ალიევის შემთხვევაში როგორც ალბათ ლუკაშენკო ახლა ჯანმრთელი ადამიანია და 31 წელი მართავს და შეიძლება მის მაშულმა გააგრძელოს არ ვიცი დიქტატურა რაცა მეფეები რატო რა ეხლა ეს რო ცუდი მოდელი სიტყვაზე ვამბობ ეხლა რა ბაგრატი რატო არღულიანებსაც ემართათ ოდესღაც ქვეყანა რა არა რატო იმიტომ რომ ის უკვე იმ არღულიანებმა შეიძლება პური უნდა ვაცხოთ და ამ მიმართულებით ეს არის ჩვენ ღვთის იერარქიული თემა არის ხო რაღაცა სწორად რო არ მართავდეს არ მართავდა სააკაშვილი სწორად და წესით იქ არ უნდა იყოს სადაც ეხლა არის სხვანაირად უნდა დაესრულებინა მას თავისი მოღვაწეობა მე ახლა ჯანმრთელობის ხრივ და იმის ხრივ არ უსურებ არაფერს ცუდს იჯდეს იქ დიდხანს იჯდეს თუღონ ჯანმრთელი იყოს ოღონდ დიდხანს იჯდეს იქ სადაც ის ხო ასე იქნება სხვაც ვინც არასწორად წაიყვას ხო ღმერთი ზემოდან იყურება და ხალხიც ახლა ბრმები არ ვართ მაგრამ თუ კი ქვეყანა მიყავს სწორი მიმართულებით არანა პირიქით ეს არის მოგონილი ხელისუფლებების ცვლა იმისთვის რომ ქვეყნებმა ვერ განათუ ვერ მიაღწიონ რაიმე და უბრალოდ არ განვითარდნენ უბრალოდ მის დღემში იყვნენ კონფლიქტში ცეცხლში და დაპირისპირებებში გახვეული. კი ბატონო. ეხლა არ მინდა ეს არ შევეხო თუ გვაქვს ერთი წუთი დრო ერთ აი ეს მზია ამაღლობელი. ეხლა ჩავიწერე მაინც არ დამავიწყდეს ხო. ესე იგი ქალბატონი ბათუმელების და ნეტგაზეთის ხო არ მეშლება რაღაცა ბათუმელები ვიცი ნეტგაზეთიც კი ასე ვთქვათ შემქმნელი და რავი გრანტი ჭამია ქალბატონი რომელმაც ისე კარგად უჭამია რომ გაღაჟღაჟებული აქვს ლოყებიც და ალბათ ერთი ადგილიც ესე ექნება და იმასავით ასე ვთქვათ ქურდულ სამყაროში როიციანეს სილის გააწნა და რა გააწნა პოლიციას გამიგე და შემშელოს ახლა 15 დღით და თურმე სიმართლისთვის იბრძვის დასუქდებიან მაპატიოს მაყურე ღორებივით სააკაშვილის იმან კოჭის ოპერაციის გაკეთება მოას შეიძლება ამანაც გაიკეთა კოჭის ოპერაცია და დაგეგმა ციხე და ახლა შემშელ დიეტაზია და დაახვიეს ექიმები ფეხის ფრჩხილებამდე მასაჟებითა და წნევების რაც ალბათ არ ეღირსებოდა მის გადაიღალა და მე დაიკლებს 15 კილოს ტანწერწეტა გამოვა და ვიღაცა ჩაბარდება მე ასე ვთქვათ პატიოსან ქალბატონად საერთოდ არანაირი აი როგორ გითხრათ აი ყურად საღები არ არის ამათი არაფერი ეყარნენ უბრალოდ ხელისუფლებას ვთხოვ რომ განათუ რამე გაითვალისწინოს მაგათი პირიქით რაღაცნაირად იქნებ გაამკაცროს მინდა კიდე ერთი რაღაცა ვთქვა თენგო ის ჩამფურთხებელთა ის ხო ყავს ჩვენ ახლა მთელი ისა ხო მე პოსტი დავწერე მაგაზე და იცით რა ეხლა შეიძლება მაგაზე მუხლის მოძიება თუმცა თუ არ არის შეიძლება მაგისი რაღაცნაირად გამოვკვეთა ისე რომ ეს მარტო იმიტომ კი არა რომ რაღაცით შეიძლება რამეს ვნებს კიდაც შეიძლება ტურისტი აღარ ჭამოს საჭმელი გამიგე რაღაცა დაეც მარტო მაგაზე არ არის უბრალოდ ქრისტიანულ ქვეყანაში საქართველოში ეს აზრი რო დაიბადა ამაზრის აი როგორ რაღაცას იმაშებით აი როგორც იმის ბავშვებს რო ყიდნენ და ძლივს რო აღიყვეთ ასე ხო აი იმ დონის საშინელ
ასე დაბადებულ აზრად მეჩვენება ესა. ამას თუ კაცრი პასუხი არ გაეცა და თუ აი პირდაპირ მეხსოვს ხო რა უშიშროებამას თუ არ იმუშავებს და მართლა არ გამოავლენს ვიღაცები და სამაგალითოდ არ დაისაჯა ამის გამკეტებელი, ხო? ნუ არ ვიცი, ეს და მსგავსი რაღაცები ბოლო-ბოლო გაგვათახსირებს. ჩვენ სამეზობლო ძლივს რაღაცა დავიბრუნეთ, აი ეს რაც LGBT მარშები არ ჩატარდა და ასე რაღაცა სამეზობლოში ჩრდილოეთში და ასე რაღაცა დაგვიბრუნდა. ჯერ იქამდე შორია, რაც მართლა ჩვენ გვეკუთვნოდა და რა დონეზე საქართველოს იდგა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა დავიბრუნეთ, ხო? და ამასაც წყალს ნუ გავატანთ რა. აი რაღაც ძალიან რა გეთანხმებით გიორგი და აბა წარმოიდგინეთ ერთი ხა აი ამ ატეხილამ ვიღაცა დოირო გამოვა და აი არ ვიცი მსახიობი ხარ, რავი დადგი რა რაღაცა არ ვიცი ახლა რაღაც თეატრი დადგი და გამოდიხარ ახლა და მიანონსებ აქ რაღაცას არ მით უმეტეს სახელმწიფო ეს კერძო კომპანია რო იყოს რა მაცევრების ის რო კონდეს რაღაცა ქარხანა და რაღაცა სახელმწიფო თეატრში მუშაობს სახელმწიფო გადატრიალებაზე ხარ გამოსული და აქ რაღაცებს არ ვიცი აი ეს საინტერესო მოვლენა სხვა შორის აი ტელეფონის ნომერი გამოჩნდა ჩვენს ტელეეკრანზე 033100 გახლავთ ნომერი შეგიძლიათ დარეკოთ თქვენი მოსაზრება ან თქვენი შეკითხვა დაუსვათ სტუმარს უბრალოდ აი მართლა პატარა კომენტარს გავაკეთებდი ეს ჩაფურთხების კამპანია რასაც აკეთებენ და წამოიწყეს საერთოდ რო თავი და ერთი შემთხვევაც კი რო არ მოხდეს მსგავსი და მე დიდი იმედი მაქვს რომ მართლა რაღაც მხოლოდ პიარი არის და მსგავსი არაფერი მოხდარა მაგრამ აი თუნდაც ეგ თემა რო სოციალურ ქსელში მუსირებს ტელევიზიებში მუსირებს აი ერთი წამი წარმოიდგინეთ ამ ქვეყანაში სტუმრად ჩამოსული ადამიანის რეაქციები ამ ყველაფერზე რომ ეს არის ხალხი რომლებიც ერთმანეთი თუ არ მოწონს საჭმელში უფურთხებენ ერთმანეთს ხო აი ეს საბეჭდილება რჩება იმ ტურისტსაც მათ შორის და ეს ხდება ქვეყანაში რომელიც რა ვიცი მეორე წუთში თავს მოიწონებს პოლიტიკური ნიშნით მარტო არ არის შეიძლება შეყვარებულებს ერთმანეთთან დაეძაბოთ ურთიერთობა და ერთმა მეორეს მე ჩვენ ახლა ისეთ მე როგორც კულტურის ნაწილი ეგრე კი მაგას ის მე ახლა უყურე როგორ ოჯახში ვარ გაზრდილი და ყველა ქართველი ესე ვარ გაზრდილი არასდროს საჭმლის პრობლემა მithumetes ქართველს და ნუ ჩემ ოჯახსაც არანაირი პრობლემა არასდროს არ გქონია შეძლებული თუ არა რაღაცნაირად წელში გამართული ოჯახის შვილი ვარ ბაბუადან დაწყებული მაგრამ რაღაცა ქათამი შეიწვებოდა სახში თუ რაღაცა ხო გაფრთხილებული ვიყავით და უკვე მე შეშე ქონა სანამ სტუმართან არ მორჩება იქ მე ხა შეიძლება ბარკალი მიყვარდა მაგრამ იქნებ სტუმარსაც ბარკალი უყვარს და ფრთა არ უყვარს სიტყვაზე ვამ ხო როგორ გავბედავდით რომ რაღაცაზე ხელი მოგვეკიდა სანამ არ და ყოფილა ესე ყოველთვის ესე არა რაღაცა ყოფილა ის ერთეული ყოფილა ხო არა ის იყო პირველ რიგში სტუმ ასეთ ქვეყანა ვარ და წარმოიდგინეთ სადამდე დაეცნენ ჩვენ არ დავეცთ ჩვენ ისევ ისინი ვრჩებით მაგრამ სადამდე დაეცნენ ეს უბედურები ესე. ზარი გვაქვს ეთერში შემოვიყვანოთ მაყურებელი, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. ალო, გამარჯობათ. საღამოშვიდობის მადლობა რომ გვირეკავთ. მოგესალმებით, შემოგარგებო. მოგესალმებით. გამარჯობთ. მე ერთი შეკითხვა ბატონო თერგო, მე თერგო ქვია, ხიავარ შეკითხვა. ძალიან სასიამოვნო. აი, ახლა რომ გისმენთ თქვენ. ჩაფურთხება და იმაზე. არ შეიძლება პარლამენტში მიიღონ კანონი ამათის წინააღმდეგ და რა საკადრობენ ესენი ამათ დასახის სახელმწიფო პრობლემას მიიღონ ინიციატივა შემოიტანოს და დაკანონდეს და დაისაჯოს ესეთი პიროვნებები დიდი მადლობა მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ალბათ კანონმდებლობამაც, მაგრამ ამათ ფანტაზია საზღვარი არ აქვს, მაგას აუგზავნო მე სხვა რაღაც ჩაფურთხებაზე არ არის, აი ბატონო, მადლობა ამ ზარისთვის ყურადღება რომ მიაქცეთ. აი მაგალითად, აი წვრილმანი ხულიგნობა, სიტყვაზე ვამ, ხო არის წვრილმანი ხულიგნობა და მე გაშლი რა შეიძლება ჩაითვალოს წვრილმან ხულიგნობად. მაგალითად, სამშობლოს ღალატი და რა შეიძლება ჩაითვალოს. რაღაც აი არ ვიცი, აი კულტურის წინააღმდეგ მიმართული რაღაცა ფორმა არასწორ მიფიქრე ხა მაგაზე ფორმულის მოძიება შეიძლება რომ ჩაფურთხება და მორალისა და ზნეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. მეაყენა შეურაცხყოფა რომ ღვინოს ჩაგებ მაგაზეც იგივე მუხლი იქნება და ასე შემდეგ ამის მოფიქრება მაგრამ ვაი ჩვენს ქვეყანას და სირცხვილი ჩვენ რო დღეს ამაზე რო გვიწევს საუბარი. ქვეყნებს გადავხედავთ რაზეა საერთოდ საუბარი ჩვენ რაზე გვიწევს საუბარი დოიმ რა თქვა და ვინ ვის უნდა ჩაუფურთხოს ჯამში. აი და რა განავითარებს ჩვენ ქვეყანას საერთოდ რაზეა ლაპარაკი. აი ტრაგედია. საყვედურის ასე ვთქვათ ენაც კი არ
მიტრიალდება რაიმე უთხრა უცე ხალხი რომ ამ დონეზეა დაცემული იქ არ ვიცი ხა ოცნება კი არა მე ხა პირად საუბრებში ბევრჯერ მithქვია მაგრამ ახლა მაპატიოს მისმა უწმინდესობამ და ღმერთმაც ილია მეორე რო დასვათ ახლა პრემიერ-მინისტრად ამ ხალხს ვერაფერს ვერ უშველის ამათ არ ვიცი რაღაც დრო დაჭირდება და რაღაც სერიოზული პრობლემები გვაქვს რა მართლა ახლა კანონით ერთ რამეს აკრძალავ და სხვა რამეს მოიფიქრებს საერთოდ არის ეგეთი ნორმა საზოგადო მორალისა და ზნეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება და ზუსტი ფორმულირება არ არის ეს მაგრამ შინაარსი ეს არის მოხლის და რა ვიცი შეიძლება ალბათ რომ ამის ნორმალიზება ხდება ხო ამის ნორმალიზებას ახდენენ სარი გვაქვს ისევ ეთერში შემოვიყვანოთ მაყურებელი მოვისმინოთ მისი პოზიციაც გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ მოგესალმებით საღამო მშვიდობის მოგესალმებით გისმენთ და მომწონს თქვენი მადლობა და შეეხება ბუდიში ამ კვარტალებურ ჩაფუძებას ესენი ხო ოჯახში გაზრდილები არ არიან კი გეთანხმები ჩვენი წინაპარი საზოგადოების სტანდარტებით არ განეცვალა გავიდოდა მოხარებულში და ალბათ მაშინ განეცვალა ესენი ვინ არის ესე დედის ნაშრომი ესენი არიან ნასხლეტები და თავი მინდა პოლიტიკურ სიტუაციას შევეხო დიახ დღეს ჩვენები იყვნენ ჩასული როგორც დიდ ევროპარლამენტში ბრიუსელში და ის ციგანი გოგო აეკიდა ჩვენს დელეგაციის წევრებს და ასე არ ვიცი რაღაცა მართლა თქვენ სწორს ამბობთ უნდა შემოვიღოთ კანონ დასჩადე უნდა მომეჭრები ქუჩაში შეურაცხყოფას მომაყენებ ამლანძღავ ამთათხავ და გაივლის და წავა ის თავისას ბუდიში ამ სიტყვაზე კავიჩკებში გაისწორებს ამიტომ სწორს ამერთ თქვენ პარლამენტმა დროზე იმოქმედოს ხო ხედავთ ევროპა გააცოფებულია რატოა გააცოფებული მე გეტყვით დიახ ოიცახდნენ ვერ ჩავა არაბეთი გაერთიანებულსა ჩავიდნენ მოაწერეს ხელშეკრულებების ხელი დადეს ყველაფერი რაც საჭირო იყო ესენი ახლა სოფიან ზაღლებს აგონა სოფიან ზაღლებს არ უნდათ ევროპაში რომ მივიშვან ჩვენ მათთან ურთიერთობა ოღონდ ნორმალურ ევროპასთან და არა გააგრძელდა გეთანხმებით თან რას იგონებენ წარმოგიდგენია თითქოს ივანიშვილმა გადაკარჩა თანხა და ის თანხა უკან აბრაყდა მოდის იმათი სახელი ვაი მაგად პატრონს უბედურს ხო ანუ ივანიშვილს უნდა 6 მილიარდის ჩადება საქართველოში და თვითონ კი არქნა წავიდა არაბეთში და ვითომ არაბები დებენ საქართველოში გამონახა და იმის სახით ესე ხო ნუ რა ვიცი მაგათი უტვინო ტვინი სიმართლე გითხრათ თუ ჯერ არ გათიშავთ თუ შეგიძლიათ სიმართლე გითხრათ მე ცოტა ფრთხილად უყურებ ხოლმე ზოგადად უცხო ქვეყნის ინვესტიციებს და ამჟამად რომლის გარეშეც რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარება ძალიან რთულია და პირადად მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ მსგავსი რამე მართლა არის რომ მართლა ბიზნეს ფულია ეს და არა არაბების ან რაღაც ნეტა მართლა ესე იყოს აი ნეტა მართლა ესე იყოს დიდი მადლობა ბატონო ერთი წუთი დამეთმე შეგიძლიათ არ არის პრობლემა ისაუბრეთ არც მე მივესალმები უცხო ასეთი შემოტანას პოლისას მაგრამ რო არ ჩამოგვექცეს ჩვენ საბანკო საჭიროა ბუნებრივი სისტემა ეს საჭიროა დავანახოთ იმათ რომ ჩვენ კი არა ისინი კი არა ჩვენ მჭირდებით ამათ სხვა გასავალი ამათ არა ვერსაიდან ვერაფერს ვერ მიიღებენ ვერსაიდან ამიტომ არიან გაცოფებული დიდი მადლობა ბატონო მადლობას გიხდით ზარისთვის და ძალიან საინტერესო მოსაზრებისთვის კიდევ გველოდება ზარი და მოდით ვალოდინებთ მაყურებელს შემდეგ ერთიანად შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრება ან შეკითხვა დაუსვათ ჩვენს სტუმარს თქვენთვის სასურველ თემაზე რასაკვირველია მოგესალმებით ისაუბრეთ ეთერში ხართ ახლა ყურადღებით გიგდებს ხულს დიახ ძალიან სწორად ძეროს კარგად გეკლა საუბარი მაგრამ ერთი რამე მაინც საჭირო არის რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღოს გაამკაცროს კანონი უფრო გაამკაცროს კი არა აღადგინოს ის მუხლები სადაც ეწერა სამშობლოს ღალატი ცილის სამება მამას მავლობა და ასე შემდეგ აი მე მგონი აი ამით უფრო შეიზღუდება აი გარეწართა არეალი
ეს თავარი ეს არის რომ კანონში ჩაიწეროს უკვე ყველას ეცოდინება რომ ამისთვის ისჯება სამშობლოს ღალატზე რომ ისჯება ადამიანს ეხლა თავისუფლება აქვს ხო ხედავ რეებს აკეთებს იქ პოლიციელი წაიგდეს ქვეშ იქ ცეცხლი წაუკიდეს იმას იქ თვალები დათხარეს ვიღაცას პოლიციელს ქონდა ისეთი ისე რაღაც ხო და აი ნახეთ ახალისებენ ამეს ყველას ერთმანეთს უყურებენ და მე ხალისობენ მე ესე იმ დღეს კიდევ დაუგდა ყურის რომ არის ერთი ლელო თემის კალიერის ეს გამოდის იქიდან ივანიშვილს ჩვენო უნდა ეკონომიკური სანქციები დაუწესოთ რომ რაც უფრო მეტი გახალიბდებო ესე იგი სიბოროტე მოდიოდა იმ ადამიანებთან პირდაპირ აი შური რაღაც ისეთი რაღაც მიზანი აი ესეთი ის რომ ყველა განადგურეს ყველა ისკენით ვისაც ნორმალური რაღაც სიტყვით ეს ხალხი დაავადებულია ეთანხმებით ზოგადად მიხვება აი რაღაც აი ამ ქართულ არ ვიცი საზოგადოებას ეს ის დაავადებულ აი როგორც არის გრიპის ბაცილა ხომ არის არა გავრცელდება ხოლმე ეს არის აი გამოცვინების ბაცილა გავრცელებული და აი მოქმედებს ესეთ უზნეო და ასეთ ხალხზე მაგნიტივით იზიდავენ აი ეს დიდი მადლობა უღრმესი მადლობა აი სანამ კანონში არ ჩაიწერება ეს ყველა ის მოკლედ მანამდე არაფერი არ გამოვა უღრმესი მადლობა სხვა შორის მაყურებელი გველოდება მაგრამ მცირე კომენტარი მინდა აი ამ საკითხზე გავაკეთოთ და თქვენც მოგცეთ ამისი საშუალება რაზეც ბოლოს ბატონმა გაამახვილა ყურადღება რომ აი ზიზღის იძულვილი აუცილებელ კომპონენტად იქცა ქართული საზოგადოებისთვის რაიმე პროცესში და ეხლა გამახსენდა ჩვენმა მებრძოლმა დვალიშვილმა რო გაიმარჯვა მაშინაც აი გამიჩნდა მე ესეთი დამოკიდებულება რაზე ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილის რეაქციაზე და მეორე მხარის მებრძოლს ასე ვთქვათ როგორ ამცირებდნენ შეურაცხყოფას აყენებდნენ არ ვიცი ლეკი ღლიღვი და რაღაც ჯერ ამ ეთნიკურ მომენტზე დაცინვა მართლა შესანიშნავი სპორტსმენის კაცო არაჩვეულებრივი მებრძოლია ის მეორე მხარეს და საბედნიეროდ ჩვენმა მებრძოლმა კი ბატონო ზლია გაიმარჯვა ყველა ძალიან გაგვიხარდა მაგრამ რაღაც აი თითქოს რომ შენი სიხარული გამოხატო აუცილებელ კომპონენტად იქცა რომ ვინმე უნდა დაამცირო ვინმე შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცას რაღაც ცუდი უსურვო და ვინც ამას უფრო კარგად გააკეთებს და უფრო საზიზღარ ხუმრობას მოიგონებს პირობითად სრულიად არ ვიცი უდანაშაულო ადამიანზე ამ შემთხვევაში თითქოს იმას უფრო მეტად უხარია მე ეს რაღაც სასიხარულო ამბავი ჩემი აზრით ეს არის ძალიან ცუდი სიმპტომი რასაც ვატყობ ჩვენ ეს სტანდარტი უკვე ეს სტანდარტი დაამკვიდრეს თენგო ჩვენ არაერთხელ გვირქვია რომ ესენი არანაირი ლიბერალები და მით უმეტეს რაღაცა ისეთი დემოკრატები და ასე შემდეგ ეს ხალხი არ არის თუმცა ლიბერალიზმი მე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს და ფაშიზმზე ნაკლებია ჩემთვის პირადად არანაირი განსხვავება ჩვეულებრივი ფაშიზმის ერთ-ერთი სახეობა და ლიბერალური ფაშიზმსაც აღარ ჭირდება თქმა იმიტომ რომ ლიბერალიზმი რაც არის გვიცი უბრალოდ ამათ ეს იდეოლოგია რელიგიის დონეზე ყავთ აყვანი ახ მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი მე თუ რაიმე მართლმადიდებლობასთან კონფლიქტში მომიყვანს იმ მოქმედების რაც არ უნდა კეთით დამნა არ მინდა ის ამ კუთხით უყურებ მე ყველაფერს ჩემ ცხოვრებაში ჩემი ქვეყნის განვითარებაშიც და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მთავარი რატომაც მე მინდა რომ იმ ქრისტიანულ ქვეყნებთან ჩვენ დიდ მეზობლებთან დავლაგდეთ ერთ-ერთი კიდევ ეს არის ხო ასე არიან ესენიც ტალახაძე ვინ გვიგდიაო კაცი რომელიც მეცნიერებულად დასაბუდა 50 წელი მაგის რეკორდს ვერავინ ვერ მოხს ლეგენდა ადამიანი და რახან მათი სექტის წარმომადგენელი არ არის ხო და მათი აი რელიგიის ფუტის ასე ვთქვათ მიმღები არ არის უკვე არარაობაა მათთვის ჩვეულებრივი ახლა ის ხამდე დაეცნენ რომ ვიღაც გოგონებს საკუთარი დედა დააკვლევინეს ამათმა იდეოლოგიამ და შეაჭამა დედა დავაგემონ მაინტერესდა როგორი გემო ქონდაო დაუშვათ ავატყოფია და გაგიჟარ და იმის შემდეგ რომ ის გოგო რო დააპატიმრეს მთელი გადაცემები მიუძღვნეს რა კაი ადამიანია და რა ცოდვაა ციხეში ზისო გესმით ხალხო რაზეა ლაპარაკი აქ წერან ბავშვების ჭამაზე ლაპარაკი უკვე ვამპირიზმი აქ აღარ არის ამაზე რომ ვიღაც ბანჯგულიანი კაცი იძახის რომ ქალი ვარ და ქალი იძახის რომ კაცი ვარ და რაღაც მაიმუნობა ეს უფრო ზედაპირული თემაა რომელიც იწვევს უკვე მე იმ ქვედადინებებს რასაც ვამპირიზმი ქვია რასაც ბავშთა ჭამა ბავშთა ხოცვა ქვია აი ხო როგორ ბატონმა თქვა ზიზღით ვეზიზღებით
ხალხო ამ ხალხს. ზის ატანა არ აქვს არაერთმა დადო მეზიზღებით, როდის დაიხოც პირდაპირ ეთერებში გვეუბნებიან ამას და გულწრფელობის აი 100%-იანი ნიშანი აქვს სახეზე. იარა რომ იცი მომენტში აი ეჭვი არ მეპარება რომ ხელი არ აქვს უბრალოდ ერთი რამე იცოდეთ რომ ამ ხალხს თავისი საქმე აი როგორც ქრისტიანება მაგალითად 100,000-მა თბილისელმა თავი რო გაწირეს ქრისტესთვის ამათ არ შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე უფრო უღირთ. ამიტომ არ წირავენ ბოლომდე თავს თორე მაგათ რომ გარანტია მიცე რომ არ დაისჭებიან ამის გამო ერთ დღეში გაგწყვეტენ. აი იცოდეთ ხალხო ესენი და მე და მაგარანტიების იბრძვიან სინამდვილეში რომ მაგის უფლება კონდეთ ზუსტად რომ ყველანაირი განსხვავება გაწყვიტა. ის იმისი ჯეივინსის ეს ნათქვამი იყო რომ აი ამოვიწერე სპეციალურად არ და აშშ არის ბავშვის ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანაო. დაქორწინით და შექმნით ამერიკაში. წარმოვიდგინე რა დრო დადგა. სადამდე მივედით ხალხო რომ ის ჩვეულებრივი ჭეშმარიტება რომელიც უნდა მართლა ეგრე უნდა ყოფილიყო აღარ ვლაპარაკ ამ გენდერებზე და LGBT-ებზე და საქართველოშიც რო ეს რო იყოს მიუხედავად ამ ხელა პრობლემები გვაქვს რაზე გველაპარაკებიან ჩაფურთხებაზე ვამპირიზმზე გენდერებზე და ასე თეორიებს რომ აი აბლაბუდაში გაახვეს ქართველი ხალხი რა ბოლოს არის გვაქვს დღეს ეთერში მოვისმინოთ მოდით მაყურებლის პოზიცია შემდეგ შესაძლებლობა გვექნება შევაფასოთ და შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემაც გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ მოგესალმებით გამარჯობა სალამი ბატონო მადლობა რომ გვირეკავთ გისმენთ შეგიძლიათ დიახ ეთერში ხართ დიახ ისაუბრეთ თქვენი ხმა კარგად ისმის ეხლა მომისმენთ გას მე თვალყურს ვადევნე თქვენს გადაცემებს სხვა გადაცემებს და ერთი თვის ის ნახე უყურებდი გადაცემას როგორ აიყვანეს ერთი მებრძოლი ასე ვთქვათ რომელიც ამაყობდა მეო იცით ვირავა რომ მეო უკრაინაშიო მაიდანის მოწყობის სპეციალისტი ვარო და ზვიადი დავიმასურე სახელი თეთრაზე და მე რა თქმა უნდა აღვანილი თეთრაზე და მე რა მოვდა გასულას უნდა გავაკეთეთ ემაშიო კიევშიო და ისა აი ჭირილი ხა ეს გასაგები მე დავაინტერესდი ამ იმიტომ მე ვისწავდი ზვიად თეთრაზე პარლამენტის წევრი იყო ჩემი მეგობრის ახლობელი იყო და მივიშვილი ხო არ არის მეთქე და ამის არ ყოფილა ბათუმელი ეს ზვიად თეთრად ის და რა თქმა უნდა აიყვანა და სწორიც გააკეთეს იმის შემდეგ გამოდიმინეჯერ მოვისმინე ამ კაცის სახელი ეს არის ტყვე ბიზნეს ტყვე არის თავისუფლება სხვებთან ერთად რა თქმა უნდა ზვიად თეთრად ეს არის პოლიტპატიმარი გუშინი პოლიტპატიმარი და რა არ უწოდე და გუშინი აი ალბათერი ინგა მათ პატივცემული აი დემოკრატი თუ რა ქვია დოისო ჩაეხუდა და რვაკოცა დოიჩერნა ტყვეები უნდა გავათავისუფლოთ მე მეგობართან ერთად ვიყავი მაგიდასთან მეთქი ეხლა ეს მეთქი ეს ინგანეთკი თეთრად დაასახლეს და არაფერი ნახდა და თავისუფლებას ვერ თეთრად აი არ ვიცი რა გავს ამ კანის მოხდება დღეს კიდე აი დღეს თეღრეთი საათი წინ ნახე ამ ზვიად თეთრად რომელიც აი მაიდანს აწყობდა ხალხო მაიდანი უნდა მოვაწყოთ მე ამის სპეციალისტი ვარო ხალხს მტკიცებდა აჩვენეს მისი დედიკო და მამიკო მით მემორიალთან ვამაყო ჩემოშვილო შენ თო თალკე მამა თალკე დედა და ამას ბოლო ხომ და მოიღოს ეხლა აი სინგა ხომ და გამოიყვანო და ჯერ უნდა აჩვენო ამის ხო სანაწერო ხო არსებობს ხათო ხო უშკეთო აი უნდა გამოიყვანო ეს ზიად თესხვაზე როგორ ამტკიცეს დამიჯერეთ ასე უნდა თავხებგოთ ასე უნდა გავაკეთოთ ასე უნდა მაეწყოთ მაიდანი და აი ეს კაცი დალაპარაკი უნდა ჩუდა მე ინგას დალაპარაკი მე რაც მაგას ვაგინე დაიძა თქვნის მეტი ხო ხო შეიძლება ეს ნერვებზე ხო მოქმედეს ხათო რა თქმა უნდა თუ ვიცი ჩემო თანამშრომლებს ჩემო პრობლემა ხო იცი ზიად თესხვაზე დარანტე პატიმანები აქ ჯივანიშვილის პატიმანი ვაგი არის თავისი ქვეყნის წევრი რომელსაც უნდა ქვეყნის აფეთქება ისო პოლიტიკა ან ინგას პასუხი არ უნდა მოიწოს და ინგას მაგათ ნამუსი არ აქვს ბატონო და კანონი არ არის ამ ქვეყანაში ეს იგი ათული ოსნების სამომცემლები და აღარ შეგვიძლია მე მოთმენა კაცო თავზე ვისაქმე ყოველდღეს ინგას და სხვა და არ უყურო ნიჩე დიდი მადლობა ტელევიზორს არ უნდა უყურდე ჩემია არ არის ეგრე ზუ პერია ხო
პირდაპირ ადამიანს რომელიც ისახის ასე უნდა მოიქცეთ რომ თბილისში კიევის მსგავსი მოხდინოს აღწადებენ ეროდა ხვედი არის გადაახდით და გუშინცირელი აი კი ბატონო მაგის მეც რას ვაკეთებ ეს ხვე უნდა თავისხდათ დიდი მადლობა კანონია ეხლა იმაში გამოვიდა მოსაზრებით რომ აი ჩაფუთხები წინამდე კანონი უნდა ჩაფუთხების წინამდე კანონი ვერ მიიღებ კანონს და მასე რაღაც მაგრამ აი თხოვის ვამბოს ვიქტორია თუ წამყვანია თუ რაღაცა იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი. დიდი მადლობა. კი, აუცილებელია, რა თქმა უნდა, აქ უბრალოდ გვაქვს ის პრობლემა, რომ საქართველოში მსგავსი კანონმდებლობა სამწუხაროდ არ არსებობს, რაც ცილის ამბასთან დაკავშირებით იქნებოდა მიღებული, ხოლო ამ ადამიანებს ნამუსი და ენაზე ძვალი არ აქვთ, რომ რაც ენაზე არ მოადგებათ, ის არ ილაპარაკონ და ეგ არის ზუსტად პრობლემა. აი ამ თემით დავასრულოთ, მოდი ალბათ ეს იქნება ბოლო თემა, რაზეც თქვენთანაც შეკითხვა მექნება, თქვენ კი შეეხეთ აი სიამოვნებლის საკითხს, თუმცა მე უბრალოდ რა მინდა ვთქვა, აი 2009-2010 წლებში, როდესაც მე ჩავერთე პირადად ჩემ პირად გამოცდილებას ვიზახე, ანუ ამიტომ ვსვამას ხას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული აი სწორედ მაშინდელი რეალურად პოლიტპატიმრები ვინც იყვნენ მათი საქმეების მათ შორის შესწავლაში, მუშაობდი იმ ჯგუფში, რომელიც სწავლობდა, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების საქმეს, კავშირი ჰქონდა სტრასბურგთან, დასავლურ სტრუქტურებთან და ჩემს ხელში გაიარა დაახლოებით ალბათ რამდენიმე ასეულმა საქმემ, რომელთა დეტალებშიც, მე არ ვიყავი იქ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლის მატარებელი და საერთოდ მსგავსი ჯგუფის მუშაობაში კომისიის წევრი კი არ ვიყავი, უბრალოდ აი ტექნიკურ ნაწილში ძალიან ვიყავი ისე ჩართული და ყველა საქმე მაქვს სათითაოდ საკითხული. შემიძლია გულწრფელად, აი გულზე ხელის დადებით ვთქვა, ის სიები, რომელიც შემდეგ გადაეცა უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტს და იქ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრების სტატუსით ეს ადამიანები, აი ისები, რომლებიც ჩვენ მივიტანეთ, გულის ხელის დადებით შემიძლია ვთქვა, რომ იყო აი როგორ დონეზე შესავლილი, იცი რომ და დასაბუთებული, რომ აი რომ მივიჩნევთ პოლიტპატიმრად, რატომ მივიჩნევთ, რა უფლება დაერღვა მის მიმართ. ყველა საქმე დეტალურად აღწერილი, გაწერილი, დასაბუთებული, რომ აი ეჭვი არ უნდა შეეტანა. ამდენად მე საქართველოში რაღაც პოლიტიკური დევნა ადამიანის კი არ მიკვირს, მაგრამ როდესაც დღეს ადამიანებს აცხადებენ პოლიტპატიმრებად და სრულიად დავეთანხმები ამ ბატონს, ეს ხდება უბრალოდ აი ესე სიტყვის მასალად დაარქვეს ვიღაცებს პოლიტპატიმარი, ეს არის ისეთი სტატუსი ჯერ ერთი და იმხელა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, რომ ეს უნდა იყოს დადასტურებული ისე რომ აი წყალი არ უნდა გაუვიდოდეს და მართლაც ეხა ადამიანი რო გამოვადა იტყვის მე ვიცი მაიდანი როგორ უნდა მოვაწყო და ხალხს ამისკენ მოუწოდებს და მე ამითი პოლიცია დაინტერესდება თავისთავად ცხადია აბა ვინ უნდა დაინტერესდეს რანაირად შეიძლება რომ ეს ხალხი მევიჩნიოთ პოლიტიკური ნიშნით დევნილებად და შემდეგ აი ეხა რაღაც ისიც პოლიტდევნილია პირობითად და მოლაშვილიც პოლიტდევნილი იყო ეხა ნამუსი ხო უნდა არსებობდეს ამ ხრე წეღანაც ვახსენეთ ეს აქ არის ფასეულობების სტანდარტების და ასე შემდეგ აი რა დღის წესრიგს გთავაზობენ ახლა დემოკრატია ვიცით რა არის ხო მაგრამ ლიბერალური დემოკრატია ეს არის უმცირესობების მართლობა უმრავლესობაზე რომელიც ძალიან კარგად დაგვაზეპირებინეს გვასწავლეს თუმცა ბევრმა მაგის მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გავიაზრეთ რა ხან უმცირესობების მართლობა უმრავლესობაზე ამ ლოგიკით თუ მიუდგებით, ამათ საუბარში ლოგიკა არის. აი ცეცხლაძე, რომელიც ბატონმა ახსენა, რომელიც მეიდანს გვიწყობდა აქა და სახელმწიფო გადატრიალებას, გვიმზადება, რომელიც თურმე წარმატებით გაუკეთებია უკრაინაში, კი ის პოლიტპატიმარია, იმიტომ რომ მათი მართლობა გონიათ რომ არის. ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცამ რომ სხვანაირად არ გაიგოთ, ირონიით ვამბობ ამას, თუმცა ამ დღის წესრიგს გვთავაზობენ თენგო ესენი. ეხლა უყურე, ამათ რომ დასწალდეთ, მაგალითად ეხლა ისევ იმას შევეხებ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მაგალითისთვის ვამბობ ნორმა არ არის მამათმავლობა LGBT-ებს არ მინდა ეს სიტყვაც ვიხმარ იმიტომ რომ იმათი დღის წესრიგია ესეც მამათმავლობა არ არის ნორმა და ამიტომ მამათმავლებს რაღაცა განსაკუთრებული უფლებები ვერ ექნებათ მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პირიქით მამათმავალიც თუ იყავი და თამფერატკანიანი პირველი ადამიანი იყავი ბაიდენის ხალხს თუ იყავი ხალხიც იყავი ახლა
ფაქტი. შეიძლება დაეთმო პრეზიდენტმა. ჩიკაგოს მერი იყო ეგეთი ფერადკანიანი ხალი. ახლა უყურე რის თქმა უნდა აი ამათმა ეს დღის წესრიგი ვერ მოიყვანეს სისრულეში, თუმცა ბრძოლა გრძელდება და კიდევ ერთი და ამ კუთხით გვთავაზობენ ამას განსაკუთრებული არაერთხელი თქვა ეს ადრეც. აი ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილების, სააკაშვილების პირობებში აქ უცხოელ დასავლერი ჩვენი ბჭყალებში მეგობრები იყვნენ შეისწავლეს და არა მარტო საქართველოს ზოგადად რომ თუ გინდა რომ მასები მართო ეს რელიგიას უნდა დაარტყა, ოჯახს უნდა დაარტყა, დაშალო, გააკეთეს სხვათა შორის ყოველი მეორე ჩვენს ირგვლივ გავიხედოთ ხალხო ყოველი მეორე ოჯახი დანგრეულია და რომელიც დანგრეულია კონფლიქტში ცხოვრობს, იმიტომ რომ რაღაცა სხვა და ნორმალურად არის აღქმული. მე მომისმენია გიორგი აი ბოდიში გეჭრებთ, მაგრამ ძალიან მტკივნეული თემაა ჩემი აზრით საზოგადოებისთვისაც ეგრო. ოჯახის დანგრევა აღარ ითვლება ტრაგედიად ამ ქვეყანაში. ბევრი ჩემი ასაკის თუნდაც უფრო ახალგაზრდებზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ნუ ხო რა მოხდა ეხა ვერ შეეგუე კაი კი არ არის რო ხდება, მაგრამ ჩემთვის ეხა რა ვიცი მე ისეთი მენტალობით ვარ აღზრდილი ეთყობა თუ რაღაც განსაკუთრებული არ მგონია ეგ იყოს, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება ადამიანს ყველა ცხოვრებაში ხდება, ანუ თუდად არავინ გაიგოს, შეიძლება მოხდეს ყველა ცხოვრებაში, მაგრამ მე რო ესეთი რამე დამემართოს, ჩემთვის ეს ტრაგედია იქნება. ესენი არ ადამიანის არის ტრაგედია, თენგო, უბრალოდ მე აი ამას რატო ვამბობ, თენგო. ოჯახების დაანგრიეს, რელიგიაზეც დაგვარტყეს რაღაცა, მაგრამ უყურეთ, უკვე ოჯახ დაანგრეული ადამიანიც თუ ის ნორმალური ადამიანია, ძლენი სამართავია. მე რა მოხდა? დღის წესრიგში შემოვიდა LGBT თემი. LGBT ყველა ხო მამათმავალი ვერ გახდებოდა და ვინც ეხლა მამათმავალობასაც გადარჩა, ოჯახი დაენგრა, მაგრამ მაინც ადამიანად დარჩა, სარწმუნოება უგინეს, მაგრამ მაინც მორწმუნედ დარჩა და შემი ფული არ მიცეს, მათხოვარია, შეერია, მაგრამ მაინც არ უღალატია ქვეყნის ეს რაღაცა. ამათი განადგურების ერთ-ერთი საშუალება არის ნერვები, აი და უყურეთ დაუკვირდით ნერვების რითი უნდა უშალო. აი ყოველდღე ხო ვერ მოუშლე მესიჯებს ხო ვერ მიწერ. ტელევიზორში უნდა გაყურებინონ არა ადამიანების ადამიანებად აღიარებას. და იმ ბატონმა რო თქვა აღარ შემიძლია უკვე ყურებაო. ჩემ ოჯახშიც ესეა. მამა ჩემი რო იწყებს ტელევიზორის ყურებას, იწყებს ლანცხვით და ამთავრებს ბევრჯერ მithქვია, მამა მეთქი, ამათ ნუ უყურებ, ინერვიულებ, უბრალოდ მოგისწრება სიცოცხლე. ასე უშლიან ნერვებს და ფსიქოში ამყოფებენ, ესე იგი წარმოიდგინე ტერორისტი ადამიანი პოლიტპატიმარია, მაშინ როცა პოლიტპატიმრებისა და არ ვიცი ხა მთელი წება გვაქვს ეროვნული გმირების, ხო? აი შეიძლება ახლა სუბელიანი, რომელიც მათ ცოლი მოიყვანა გოგო, მის ძმა რომელიც გათხოვდა ვაშაძეები და ესენი იყვნენ ეროვნული ადამიანები. იმ ფონზე რაც მართლა გამოვლილი გვაქვს და რაღაცა და მე თქვენ და სხვები ვიყოთ პრორუსები, ან პრობელარუსები, ან პროტურკები, ან პროირანელები და შემ. ანუ ტელევიზიიდან იღვრება ისეთი მავნებლური თემები, რომელიც გინდა არ გინდა, რო დალიო, ქვეცნობიერად შენი ორგანიზმი ხტუნავს და ნერვიულობს. და ამით განადგურება, ეს არის ჩვეულებრივად მოგონილი. ეს არ არის მარტო ის რაღაცა გადმოცემ, რომ სააკაშვილი კაი ადამიანია. სპეციალურად ისეთ თემებს ეხებიან, რომელიც შენ ზუსტად იცი, რომ ეგრე არ არის, მაგრამ გიბეჭდავენ თავში, რომ ეგრეა და ამ დროს ხდება შენი გამოფიტვა. ჩვეულებრივ გამოფიტული ხავთ ქართველი ხალხი რა და ფსიქოში გვამყოფებენ. რაც იმედია მალე დასრულდება და ვერ ეღირსებით ქართველი ხალხის ასე დასრულება. დიდი მადლობა, ნამდვილად იმედია და ნამდვილად ისევ იმ თემით დავასრულებ, რითიც დავიწყე, რომ ამ ხრივ თქვენ პარტიას აქვს ერთგვარად არჩეული ყოველ შემთხვევაში აი არსებული პოლიტიკური სპექტრისგან აშკარად განსხვავებული კურსი, მიმართულება, პარტნიორობა, კონტაქტები ისეთ ტიპის სივრცეებთან, სადაც პრინციპში თქვენ ხართ როგორც ჩანს დღეს მხოლოდ მონოპოლისტები, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მათ და საუბედურო ძალიან ნაკლებად ინტერესდება ხოლმე. ცდილობთ ადამიანურ ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანებთან. აი და ნამდვილად გისურვებ წარმატებას ამ ჩემი აზრითაც მართლაც მნიშვნელოვან საქმეში. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად იყავით.